ეს უზოგოდ მომგებიანი პროდუქტია. მას განსაკუთრებული გემო აქვს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ვამუშავებთ ლორს, რომელსაც ვიღებთ იბერიული ღორისგან, რომელიც მხოლოდ მუხის რკოთია ნაკვები. ეს უნიკალური პროდუქტია მთელ მსოფლიოში. ეს არის ამბავი გემრიელი დელიკატესისა, რომელიც გურმანული ფუფუნების სიმბოლოა და რომელიც ევროპაში მზადდება. ასი პროცენტით იბერიული ჯიშის, 150 ღორი მშვიდად წიწკნის ბალახს ვრცელ მდელოზე და მხოლოდ ბუნებრივ საკვებს ეძებს, განსაკუთრებით რკოს ეტანება. ეს შინაური ცხოველები, რომლებიც დაახლოებით 2 წლისანი არიან, ამ გამორჩეულ გარემოში დაბადებიდან ცხოვრობენ. ეს საძოვარი 850 ჰექტარს იკავებს. თითოეულ ღორზე დაახლოებით 4 ჰექტარი მოდის. ამ ჯიშის ღორების ბუნებრივი ინსტინქტია, რომ საკუთარი თავი თვითონ გამოყვებონ. ისინი თავისუფლად დადიან მინდორზე და მხოლოდ რკოთი და ბალახით იკვებებიან. ეს ცხოველი ძალიან მოუსვენარია, მუდმივად მოძრაობს, რაღაცას ყნოსავს და მიწას ჩიჩქნის. ამ ჯიშს თანდაყოლილი აქვს გადარჩენის ინსტინქტი, რადგან ასეთი ცხოვრებისთვის არის გამოყვანილი. ვეტერინარი ლუიზა რამირესი ადევნებს თვალყურს ამ ღორების ჯანმრთელობას თუ როგორ იკვებებიან და რამდენად დაცულია ბიოუსაფრთხოება მათ საძოვარზე. ამ ჯიშის ცხოველს დღეში 14 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამ ჯიშის სელექცია მიმდინარეობს ბოლო წლებში, რათა მისი ხარისხი გააუმჯობესონ. სხვა ჯიშები მჭლე ხორცის მიღების მიზნით გამოჰყავთ. ისინი სახორცე ჯიშებია. ჩვენი ჯიში კი ძალიან გამძლეა და კარგად ეგუება გარემოს. მისი ხორცის მთავარი ღირსება ის არის, რომ მარმარილოს ძარღვებივით არის შერეული ხორცი და ქონი, რაც მისგან ნაწარმოებ პროდუქტს უნიკალურ გემოს აძლევს. ღორების ორივე მომშენებელი იმ 700 რჩეულ ფერმერს შორის არის, რომლებიც კომპანია კინკო ხოტასისთვის მუშაობენ. ეს 150 წლის წინ დაფუძნებული კომპანია ახლა იმ ექსკლუზიურ მწარმოებლებს შორის არის, რომლებიც პატა ნეგრას ლორის სახეობას აწარმოებენ. ეს მსოფლიოში ცნობილი დელიკატესი ახლა ესპანური და ევროპული სამზარეულოს სრულყოფილების სიმბოლოდ იქცა. კომპანიის ბუნებრივ სარდაფებში ათასობით ლორი გამოჰყავთ. აქ ტემპერატურა 14-16 გრადუს შორის მერყეობს. ტენიანობა კი წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებულია. სპეციალისტების გუნდი ბარკლებს სათითაოდ ამუშავებს, ატენიანებს და აბრუნებს, რათა ყოველი მხარე ერთნაირად და იდეალურად დავარგდეს. ეს სარდაფები მთის ფერდობს ეკვრის და ყოველი მხრიდან ფანჯრები აქვს. თითოეულ სართულს საკუთარი ფანჯრები და გარეთ გასასვლელი კარი აქვს. აქ დაახლოებით 55-60 ადამიანი მუშაობს მთელი წელი როტაციული პრინციპით და მათი ძირითადი საქმე 3 თვეში ერთხელ ყველა ლორის ნაჭრის შემოbrunებაა. ლორის ბარკალს ვატენიანებთ, ვაცლით ზედმეტ სისველეს. საკმაოდ წვიმიანი ზამთარი ქონდა და ზედმეტი სინესტე უნდა მოვაცილოთ, რისთვისაც ლორს ცოტა ოდენ მზესუმზირის ზეთს უსვამთ. ამ დროსთან წონით და ვაბრუნებთ ბარკლებს. ლორის ბარკლებს სათითაოდ ვამუშავებთ და ვხედავთ, რომ ერთნაირი წონის მქონე ლორი, რომლებიც ერთდროულად დაკლული ღორებისგან მივიღეთ, დავარგების განსხვავებულ ეტაპზეა. ერთი ლორი მეორეს გვერდით თითქმის მთელი წლის განმავლობაში შრება. ვცდილობთ ხელი ნაჭერი მოვთალოთ, ასეთი ნაჭერი პირში დნება. თუ სქელ ნაჭერს მოთლი ის უნდა დაღეჭო და კარგი პროდუქტის გემოს გახანგრძლივებით მოგრულ სიამოვნებას უკარგავთ. დაახლოებით 3 წლიანი დავარგების შემდეგ ლორი გასაყიდად მზადაა, თუმცა საბოლოოდ მის ხარისხს გულმოდგინედ აფასებენ, რისთვისაც პროდუქტს კარგად ათვალიერებენ, ხელით სინჯავენ და სუნსაც უმოწმებენ. ლორის ხარისხს მისი ქონის მიხედვითაც აფასებენ, თუ რამდენად წვნიანია ქონი. ვხედავთ, რომ ამ ლორს ცხიმი ლამის წვეთავს, არადა ახლა ზამთარია და ცილა. ქონის გარდა ვუყურებთ ბზინვარებას, ამის შემდეგ ვამოწმებთ სურნელს. ეს კომპანია ზამთრის სეზონზე 700 ადამიანს ასაქმებს. წელიწადის დანარჩენ დროს კი 250-ს გვიხსნის კომპანიის მმართველი დირექტორი ლუის გონსალესი. ამ პატა ნეგრას ლორის ფასი ახლა კილოზე 100 ევროც კია. მთლიანი ნაწარმის 35%, 55 ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და იაპონიაშიც. კომპანიის იბერიული პროდუქტისგან მიღებულმა ბრუნვამ გასულ წელს 130 მილიონი ევრო შეადგინა.
ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ ესპანეთსა და მთელ მსოფლიოშიც, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ მისი ერთადერთი პროდუქტი 100%-ით რკოზე გაზრდილი იბერიული ღორისგან მიღებული ხორცია. ეს არის ჩვენი ნიშა იბერიული პროდუქტის ბაზარზე. უფრო კარგად რომ მიხვდეთ, აგიხსნით. აი ეს შავი იარლიყი, რომელიც 100%-ით რკოთი ნაკვები იბერიული ღორის ხორცს ნიშნავს. იბერიული ღორის ხორცის ბაზარზე მხოლოდ 10%-ს შეადგენს ესპანეთში და ამ ნიშის დაახლოებით 35% ჩვენ გვიკავია. ლორის დაჭრა დეგუსტაციის წინ ბოლო მთავარი საფეხურია. სევერიანო სანჩესი ამ კომპანიაში უკვე 34 წელია მუშაობს როგორც ლორის დათლის ოსტატი და თავის ოსტატობას 40 ქვეყანაში აჩვენებს. იგი გვიხსნის, რომ სრულყოფილი ნათალი მოიცავს ხორცის ოპტიმალურ ოდენობასა და აძლიერებს მის გემოს. ლორის დათლის კარგ ოსტატს შეუძლია საშუალო ხარისხის ლორი დიდებულად აქციოს. ცუდ სპეციალისტს კი შეუძლია 100%-ით რკოთი ნაკვები ხორცისგან მიღებული იბერიული ლორი გააფუჭოს. უბრალოდ რომ თქვათ, დათლა ლორის ხარისხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს პროდუქტი სულ უფრო მოწონთ ევროპის ყველაზე დახვეწილ სამზარეულოში. სევილიაში მდებარე ეს რესტორანი წელიწადში დაახლოებით 90,000 კლიენტს ემსახურება. რკოზე გაზრდილი იბერიული ღორის ლორი სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს მის მენიუში და ხშირად სხვა სეზონურ ბოსტნეულთან და თევზთან ერთადაც სთავაზობენ სტუმრებს. ეს წარმოუდგენლად მომგებიანი პროდუქტია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბრწყინვალე პროდუქტია. მერე ის, რომ ვერც კი აუხსნის სიტყვები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეცეპტების შექმნისთვის მისი უნიკალური მახასიათებლები, მისი უმამის გემო. ეს ნიუანსებში მჟღავნდება. ეს არის პროდუქტი, რომელიც უნდა იცოდე როგორ გამოიყენო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან მარილიანია. ამიტომ მომზადების დროს ძალიან ფრთხილი მეთოდებით უნდა იმუშაო, რომ მარილიანობა მთლად არ დაკარგოს. აქედან უკვე იწყება ჭეშმარიტი შემოქმედება. Creación, creatividad. Hay muchísima demanda y además está muy de moda. ამ ლორზე უზარმაზარი მოთხოვნაა და ძალიან მოდურია. მომხმარებელს შესანიშნავად ესმის და კარგად იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამ ლორს აქვს ისტორია თუ როგორ ფრთხილობენ ყოველ ეტაპზე, დაწყებული იქიდან თუ რომელ საძოვარზეა გაშვებული ღორი. Está comiendo en el campo, en la dehesa. იბერიული ჯიში ყველაფერს ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენი პროდუქტია და მასზე უნდა ვიზრუნოთ და მოვუფრთხილდეთ. ეს უნიკალური პროდუქტია მსოფლიოში.